შეტევის მარცხენა ფრთიდან უნდა მოიპოვოთ ახლა ყველანაირად უპირატესობა. ოდერძიშვილიძე, მამუკა გორგოლძე, შინებულია ბესიკუდესიანი. 5 მეტრი ღალელობდე. წინვალეიერიში იყო. ორა კარგად აუქსენტი გიორგაძია ბურთით, კიდევ მეტრი დარჩა ლელონდე და პალიკოვი შეაჭეს ლელო. აი ეს ნამდვილად რაგბია ბოლო 5 წუთი რაც ჩვენმა ნაკრებმა ითამაშა. წინვალე რაგბი. სტადიონზე შეკრებილი მაყურებელი ფეხსი ამდგარი ესალმება საქართველოს ნაკრების მორაგბეებს, რომლებმაც მეორე ლელო შეიტანეს. ნახავთ განმეორებით ჩვენ ახლა ამ ეპიზოდს გულ დავაკვირდებით, თუ როგორ ავიღეთ მეორედ სტუმრების ჩათვლის მოედანი. დაიჩინებული პასი და შემდეგ რა თქმა უნდა აუქსენტი გიორგაძეს გამჩერებელი აღარავინ იყო. მართალია ის წააქციეს, მაგრამ ბურთი მან არ დაკარგა და ამასობაში იქვე გაჩნდა პალიკო ჯიმშელაძე, რომელმაც ნახტომში შეიტანა ბურთი რუსეთის ჩათვლის მოედანზე. 15-ით 6 ამ დროისათვის და ველოდებით მახო ურჯუკაშვილის დარტყმას რეალიზაცია. პალიკო 31 წლისა, არის რუსთაველი, თამაშობს საფრანგეთის ბობინიში. 44 ბორჯღალია აქამდე 45 თამაშობს ნაკრებში, რაც რანუ რეკორდსმენია 263 ქულა ქონდა. დარტყმა და კიდევ მესამე ზუსტი დარტყმა მარხაზურ ჯუგაშვილისა. 17-6. დავხედოთ ამ წამზომს 28 წუთი გავიდა მატჩის დაწყებიდან, დაიწყო 29 წუთი ტაიმის დამთავრებამდე 10 წუთია დარჩენილი. რუსები უკვე სრული შემადგენლობით გააგრძელებენ თამაშს. საქმე ისაა, რომ ოლეგ შუკაილოვი, რომელიც დროებით იყო შემოსული მოედანზე, დაბრუნდა